გამარჯობა, მე ვარ ირაკლი მახარაძე, კინორეჟისორი და დღეს მოგიყვებით ამბებს ჩვენი ქვეყნის უახლესი ბოლშევიკური ისტორიიდან. შემოსვლისთანავე წითლებმა გურია 8 სამოქმედო რაიონად დაყვეს. მაზრის სათავეში ჩააყენეს სამაზრო კომიტეტები, რაიონებს რევკომის თავმჯდომარეები ხელმძღვანელობდნენ. ყველა რაიონში ჩამოყალიბდა მილიციონერთა რაზმები, რომელსაც ეწოდებოდა ჩონი, შემოკლებულად ეს სიტყვებიდან ჩასწია ასობავა ნაზნაჩენია. ამ რაზმების დანიშნულება იყო კონტრრევოლუციონერთა, მენშევიკთა განადგურება. თავდაპირველად ჩონის ხელმძღვანელი იყო ტერორისტი და მკვლელი საშა ობოლაძე, შემდეგ კი ვალიკო ტალახაძე. როგორც ამბობენ, გურიაში ასეთ სისასტიკეს მოსახლეობისადმი თვით ალიხანო ავარსკიც კი არ იჩენდა. ბოლშევიკებს კი თავის გასამართლებლად ის არგუმენტი მოყავდათ, რომ გურია ცნობილია როგორც მონშევიკური მხარეო. გურიაში მთელი გლეხობა აღსდგა ჩვენ წინააღმდეგო, ანუ ბოლშევიკების წინააღმდეგო. ოზურგეთის მაზრის პოლიტბიუროს უფროსი მელიქიძე 1921 წელს სერგო ორჯონიკიძეს მოახსენებდა. გურია ცოტ-ცოტა ცელქობს. მაგრამ ალბათ მალე მოვეჭკუაზე. ამხანაგი ობოლაძე როგორც საფრთხობელად ჩვენ მტრებს არაძლევს მოსვენებას. იგრილივ გაისმის მუქარა, ადგილი ჰქონდა ტერორიზებასაც. მაგრამ ხუთეული ისმენს და ხრեց. 6 იანვარს დახვრეტილ იქნა 8 კაცი. ამ დღეებში ალბათ კიდევ დავტკებით ცოცხალი უფასო სურათებით. ანუ ადამიანთა მკვლელობებით. სიკვდილის დაჟის პროცესი მეტისმეტად გამარტივებული გახდა. ხალხს კონვეიერული სისტემით ხოცავდნენ, როგორც ხარებს ჩიკაგოს სასაკლაოზე. ერთხელ თურმე ობოლაძეს უთქვავს ასეთი რამ. ერთი ჩავიარო ჯურუყვეთში და ჩავხოცო 10-12 კაციო. მისი სახელით ბავშვებს აშინებდნენ. ადამიანების წარმოდგენაში ის ასატანა, კაცჭამია ურჩხული იყო. მაგრამ საბოლოოდ მიეზღო მას. ობოლაძე გოგია ღლონტის რაზმმა მოკლა 1923 წელს. ლექსიც კი არის მიზღვილი. ატყდა სროლა კვაჭალაძე, ჩააძაღლეს ობოლაძე. გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა. ობოლაძე შეცვალა არანაკლებ კაჭჭამია ვალიკო ტალახაძე. მის დროს ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ტროიკები, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერი ადამიანისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა და მაშინვე შეესრულებინათ. ყველა წამიობით იხვრიტებოდა 10 ხან 15 და ერთხელ 25 კაცის დახვრიტდნენ ერთ ღამეს. თორემ 2 და 3 ყოველ ღამეს ხრეტდნენ, 2 და 3 ყოველ ღამეს ხრეტდნენ და ყრიდნენ მიწაში. ამას იხსენებს თვითმხილველი. სასჯელის სისულეში მოსაყვანად თურმე სპეციალურად ვიღაც ოსი ყავდა ჩამოყვანილი, რომელიც მაუზერიდან თავში გასოლით კლავდა სიკვდილმიჯილებს. ერთ ღამეს 60 კაცი დაიხვრიტა. ხშირად ისმოდა განწირულთა ყვირილი. რატომ კლავთ, რას მერჩითო? ვინმე ალექსანდრე ღლოტი იხსენებდა, რომ ბავშვობაში როგორც წაიყვანეს სკოლის მოწაფეები ექსკურსიაზე ლიხაურის ციხის სანახაოდ. 2 კილომეტრი გავიარეთ და კვაჭალათის გადასახლებიდან საზარელი სურათი ვნახეთ. ზვინათ ეყარა ახალდახოცის და გვამები. ადამიანთა სისხლი და ტვინი ერთმანეთში იყო არეული. ამ სანახაობამ ბავშვები შეგვაშინა, ყველასანა ჩაგვივარდა. მსგავსი რამ ხდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ბოლშევიკების გამეფების შემდეგ. ამ სისხლიანი ტერორისა და განუკითხაობის ლოგიკური შედეგი კი 1924 წლის საყოველთაო აჯანყება იყო. და ამათ კიდე სურთ ეხლა რომ ჩვენ ისე შეგვათვლიან რუსეთის იმპერიაში, თუ რაღაც ქვია. მაგრამ იმედია ეს არ მოხდება. სიკვდილი კილავ რუსეთს. დღეისთვის სულ ეს იყო.